დღეს 3 მარტია დედის დღე, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ჩემი ცრემლები დედობით გამოწვეული ბედნიერების ანარეკლია, ძალიან ცდებით. უქმე დღეა, ბავშვები სახლში არიან, შესაბამისად ქაოსი მაქვს, რაც შეეხება ცრემლებს. სადილს ვამზადებ და ჩემი ცრემლებიც ხახვის დამსახურებდა. მოკლედ 3 მარტი, რიგითი ქართველი დედისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა. ნეტა ხახვი ერთადერთი მიზეზი იყოს, რის გამოც დედები ვტირით ხოლმე. ზოგადად მაინც მგონია, რომ საზოგადოებას გარკვეულწილად ინფანტილური დამოკიდებულება აქვს დედების პრობლემების მიმართ და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ტრიბუნებიდან მოვისმინე, რომ თითქოს ბავშვებს იმიტომ არ ვაჩენთ, რომ რაღაც მსოფლმხედველობრივი პრობლემები გვაქვს და არა სოციალური და არა ფინანსური და არა ის დაუცველობის შეგრძნება, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანაში შენს შვილს შენს გარდა არავინ და არაფერი იცავს. საზოგადოება ძირითადად შემოიფარგლება ლოზუნგებით და სადღე გრძელოებით, რომ ასე უნდა იყოს, რომ დედობა კარგია, კი, დედობა არის ძალიან კარგი, მაგრამ არა მაშინ, როდესაც მუდმივად გეშინია შენს შვილს რაიმე არ დაემართოს. ვერ ვიტყოდი, რომ სახლის საქმეებით გადაღლილ დედებს დედის დღე გამორჩეულად გვახარებს. ყველა ისვენებს დედის გარდა. დედას ტრადიციულად მხოლოდ საქმე ემატება. კანფეტის ქაღალდები აიღეთ და გადაყარეთ სასწრაფოდ. ჩქარა დროზე. კარგად მესმის, რომ ბავშვებთან ხშირად იმაზე მეტი მოთმინებაა საჭირო, ვიდრე ამის რესურსი გამაჩნია. რომ ხშირად ვჩხუბობ იმაზე, რაზეც ნაკლებად დაღლილს ალბათ უბრალოდ გამეცინებოდა. დედის დღის მილოცვასთან დაკავშირებით მაქვს ცოტა არაერთგვაროვანი პოზიცია. მე ადრეც მithქვამს, რომ 3 წელიწად ნახევარი ვცდილობდი გავმხდარიყავი დედა და ეს ფაქტი არ დგებოდა და მახსოვს მაშინ რამდენად მტკივნეული იყო ჩემთვის ეს დედის დღე, თუ იცით უშვილობის მკურნალობა რამდენად დიდი ხარჯია. არ ვიცი გაქვთ თუ არა ინფორმაცია, მაგრამ პირადი მაგალითიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უზარმაზარი ფინანსური ხარჯი ოჯახისთვის და ამის გამკლავება არათუ დაბალშემოსავლიანი და საშუალო შემოსავლიანი ოჯახებს, არამედ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახსაც კი ძალიან უჭირს. და როდესაც არაფერი არ კეთდება იმისთვის სახელმწიფოს მხრიდან, რომ ქალებს, ვისაც უნდა დედობა, დაეხმარონ დედად გახდომაში და არანაირი მხარდაჭერას ამ მხრივ ქალები არ გრძნობენ, ორმაგად ფარისევლურია ის განცხადებები, რომ თურმე დემოგრაფია მისახედი და თურმე შვილები უნდა გავაჩინოთ ქალებმა. ეს არის უბრალოდ დაცინვა. იმიტომ რომ წარმოუდგენლად დიდია რეპროდუქტოლოგთან ვიზიტების და სწორად მკურნალობის ჩატარების ხარჯი და ეს ჩვეულებრივ რიგით ოჯახს საქართველოში შემოსავლების გათვალისწინებით ძალიან უჭირს. მოგეხსენებათ, 3 ბავშვთან ისევ მარტო ვარ. სახლს ვერავინ გამილაგებს და ჭურჭელს არავინ გამირეცხავს. ამიტომ შევუდგეთ საქმეს. გრძნობ, რომ სახლის საქმეების დამღლელი რუტინა ნელ-ნელა მავიწყებს სტრესს, რომელიც პირველი ბავშვის დაბადებამდე გადავიტანე და გზას, რომელიც დედად გახდომიდან დღემდე გამოვიარე. მახსოვს პირველი ემოცია, როდესაც გავხდი დედა, ეს იყო იმის გაცნობიერება, რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი ამ პატარა არსებისთვის, როგორ ჭირდებოდი, როდესაც წარმოვიდგენ ხოლმე და აბსოლუტურად ყველა დედა წარმოიდგენს, რომ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ბავშვს დაჭირდეს დახმარება და შენ უბრალოდ მის გვერდით არ იყო და აი ეს მაგდებს პანიკაში. ამიტომ იმის მიუხედავად, რომ ჩემმა შვილებმა არაერთხელ ჩამომართვეს პირობა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბერდე, ვეცდები აუცილებლად გაუცრუო მათ ამ მხრივ იმედი და დავბერდე, რადგან ყველა დედა ყოველთვის უნდა იყოს შვილის გვერდით მაშინ, როდესაც შვილს ჭირდება. ორმაგად მესმის, რამდენად რთულ მდგომარეობაში არიან და რამდენად უჭირთ ემიგრანტ დედებს შვილების გარეშე ცხოვრება, იმიტომ რომ ეს არის ამქვეყნიური ჯოჯოხეთი დედამიწაზე. რომ იცოდე შენ შვილს როგორ ჭირდები და ფიზიკურად ვერ იყო მის გვერდით და ვერ დაეხმარო იმაში, რაშიც ჭირდები. ის გარემო, რომელშიც მე და ჩემი თაობის გოგოები ვიზრდებოდით, სულაც არ მომწონს და არ მინდა ჩემი შვილებისთვის. ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობ რაღაც შევცვალო. რამდენიმე დღის წინ ანა მეკითხება, წარმატებული ადამიანების უმრავლესობაო, კაცებიო რატო არიანო?
მეთქი იმიტომ რომ მათ გასაკეთებელ საქმეს სახლში ქალები ვაკეთებს და მაგათ მეტი დრო რჩებათ თქო. თორემ არ დაიჯერო რომ რომელიმე ბიჭს მხოლოდ იმის გამო რომ ბიჭია შენზე უკეთესი ან ჭკუა შეიძლება ქონდეს ან უნარები თქო. ხო და მეტი არ მინდა წლების შემდეგ რომელიმე კაცმა მისი საწინააღმდეგო მოსაზრებაში დარწმუნება სცადოს. ჩაიცვით, წავედით, ბაღში გვაგვიანდება. დედის დღესთან დაკავშირებით თეკლას და სანდროს დღეს ბაღში ზეიმი აქვთ. დილიდან ტუპებმა შოკოლადი ჩაიგდეს ხელში. დედას კი ჯანსაღი კვებისთვის საბრძოლველად ენერგია არ ყოფნის. თეკლა დამელოდე. როგორც იქნა ორივეს ჩავაცვით და სახლიდან გამოვედით. ცოტა კი ცივა, მაგრამ ბაღში მაინც ფეხით მივდივართ. ყოველთვის როცა ამინდი ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ესეც რამდენიმე მოპარული კადრი ბავშვების ზეიმიდან. ისე ქალები საქართველოში იმის მიუხედავად ყავთ თუ არა ქმრები, მაინც რაღაცნაირად მარტოხელა დედის სტატუსს ატარებენ რეალურად. რადგან ის პასუხისმგებლობებიც აღებული აქვს, რაც ზოგადად დედას უნდა ჰქონდეს და ის პასუხისმგებლობებიც, რომელიც მამას ეკისრება, თუმცა დედა იღებს, რადგან მამას ამის აღების ან სურვილი არ აქვს, ან შესაძლებლობა, ან ორივე ერთად. აბა გამოიცანით დღის რა მონაკვეთშია ასეთი სიხალვათე თბილისის გზებზე. რა თქმა უნდა კვირას და რა თქმა უნდა დილის 8 საათზე. 8 მარტის დილა ჯერ წესიერად არც გათანებულა და მე უკვე ქალაქის მეორე ბოლოში ტელევიზიაში მივდივარ, სტუმრად დილის გადაცემაში. ახლა მივდივარ TV პირველზე, უნდა ვისაუბრო ქალთა უფლებების დაცვაზე. ახლა ქალთა უფლებების დაცვაზე საუბარი ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები ყოველნაბიჯზე ირღვევა, არ არის მაინც და მაინც ადვილი, მაგრამ რა ვქნათ ბოლოს და ბოლოს ქართლის დედას ხელში ხმალი უჭირავს და არა ფანდურიან დაირადა. არ დაგვრცალდა ქართველ ქალებს სინაზე და სინარნარე და უნდა ვიბრძოლოთ ისევ. სახლიდან უთენია გამოსულს გზაში მზეც დამეწია. ამიტომ ჩემი 8 მარტი ახლა უფრო სასიამოვნო მეჩვენება. ზამთარი ისე გაიჭიმა, ძალიან მეჩქარება მწვანე ფოთლების გამოჩენა ნაცრისფერ ქალაქში. როგორც პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ რესპონდენტს შეეფერება, რა თქმა უნდა, ცოტა ადრე მოვედი. გადაცემის ფრაგმენტებით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან დილის გადაცემაში ვარ, ვცდილობ ჩემი პრობლემებით ზედმეტად აღარ დავამძიმო უჩემოდაც მძიმე დღის წესრიგი. აქ ვარ და ჩემს დროს ველოდებ.
სიმართლე გითხრათ, 8 მარტის არსებობას მე უმეტესად ის მახსენებს, რომ სკოლა და ბაღი იმ დღეს არ მუშაობს. თბილისის ქუჩები კი ულამაზესი ყვავილებით ივსება. მარტში თბილისი ყველანაირი ფორმის და ფერის ყვავილებს მიაქვს. მოკლედ, თუ ყვავილები გიყვართ, ამ დღეებში უბრალოდ ქუჩაში გასეირნებაც ძალიან სასიამოვნოა. ჩუმად ვაკვირდები ხოლმე, როგორ ყიდულობენ კაცები ყვავილებს და იმ ქალებზე მეფიქრება, ვისაც წელიწადში ერთხელ გამოჩენილი ეს ყურადღება შეიძლება სხვა დღეებში უფრო მეტად ჰაერივით სჭირდება. ვაიმე, დიდი მადლობა, ეს ჩემს აუტანელ ოჯახს. გიყურებთ? ხშირად, აი სულ. ვაიმე. ეს ის შემთხვევაა, რომელიც გულს განსაკუთრებული სითბოთი მივსებს, როცა ყვავილებს ქარისგან შენზე მეტად გათოშილი გოგო გჩუქნის, ის გოგო, ვინც ყვავილებს ყიდის. რადგან მთხოვა არ გამომაჩინოო, სახეს ვერ გაჩვენებთ, მაგრამ ემოცია მაინც მინდა რომ გაგიზიაროთ. თქვენთვის რა არის 8 მარტი? ჩემთვის არსებობს ქალების და სიყვარულის და დედების დღე. არსებობს ქალების ბედნიერების დღე. თუმცა ქალი ბედნიერია. ძალიან მიხარია ამის მოსმენა. ძალიან დიდი მადლობა, კარგად გრძელდებოდეთ. სახლში მისულმა ტყუპებს უარი ვერ უთხარი და სიცივის მიუხედავად სკვერში ატრაქციონებზე გასართობად გამოვიყვანე. როგორც იქნა მზე გამოვიდა, ამიტომ სუფთა ჰაერზე ყოფნა და ცოტაოდენი D ვიტამინი ნამდვილად არაწყენთ. იმის მიუხედავად, რომ კაცებს საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს ჩვენ საზოგადოებაში, არასდროს არ მდომებია, რომ ყოფილიყავი კაცი. პირიქით, ძალიან მომწონს ჩემი ქალობა და აუცილებლად ვეცდები, რომ ჩემი გოგოებიც გაიზარდონ არა რაღაც ისეთი ნაზი, ნარნარი და კაცების სამკაულის როლში, არამედ ძალიან ძლიერები, საკუთარი ქალობის ფასის მცოდნეები და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლები. იმედია შევძლებ. როგორც ხედავთ, 8 მარტიც ბავშვობის გარემოცვაში გავატარე. თეკლა და სანდრო ვიდრე სკვერში ერთობიან, მანამდე კიდევ რამდენიმე დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. 8 მარტი არის ქალთა უფლებების დაცვის დღე, თუმცა ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რომ ქალების უფლებები ამ ქვეყანაში რამენაირად დაცულია. თუნდაც ერთ პატარა დეტალს გეტყვით, ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქალი დღემდე კითხულობს ოჯახის ქონებიდან მას ეკუთვნის თუ არა რაიმე წილი, თუ ყველაფერი ძმის არის, გვარწმუნებს იმაში, რომ მაინც და მაინც თანაბარი არ არის ეს უფლებები. თუმცა ვინ და ქალებმა ყველაზე უკეთესად ვიცით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს უკეთესი აწმყო ჰქონდეთ, ვიდრე გვაქვს ჩვენ. სანამ ტყუპებს საქანელაზე ქანაობა მოსწყინდებათ, დროს ვიხელთებ და ქუჩაში სხვა ქალებს გამოველაპარაკები. თქვენთვის როგორც ქალისთვის რამე მნიშვნელოვანია ეს დღესასწაულები და თუ მიიღეთ ყვავილები? მივიღე. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მიყვარს. 3 მარტიც და 8 მარტიც. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩემთვის დედის დღეს და კარგი საერთაშორისო რა თქმა უნდა ყველა ქალისთვის არის და როგორ ფიქრობთ, რამდენად დაცულია ქალების უფლებები და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თქვენთვის? არ არის დაცული, როგორც საჭიროა. და 3 მარტი რამდენად მნიშვნელოვანია? ესეც მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ არსებობს ეგეთი დღესასწაული. დრო ყველა გოგოს ეხება. რა თქმა უნდა მივიღე შვილისგან თავის მეუღლეს პატარა გოგონებს და მე მომართვა და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ჩემ ოჯახში ქალთა უფლებები და გოგონების დაცულია და ვდგევართ სადარაჯოზე, თუ რაღაცა არ მოგვეწონა, აუცილებლად ხმას ამოვიღებთ. ყვავილები ამეჩვენა მეჩუქა. ქმარს არ გახსენდა. ქმარმა სამართს მაჩუქა, 8 მარტს არა. არ ჩვეულებრივი დღეებია ალბათ ჩემთვის, განსაკუთრებული არაფერი. ისე ვერ გრძნობ ხოლმე განსაკუთრებულს. ჩემი უფლებები მე ვთვლი რომ დაცულია. თუმცა ალბათ არის კატეგორია მოსახლეობის, რომლის უფლებებიც არ არის დაცული.
მე მაინც მგონია, რომ ქალებს დღესასწაულებზე და ყვავილებზე მეტად ხარდაჭერა და გაძლიერება გვჭირდება, რომელიც სინამდვილეში ყველაზე მეტად გვაკლია. ზოგჯერ ყვავილებიც ძალიან სასიამოვნოა.